ვისაუბრებთ იმ აქცენტების შესახებ, რომელიც ისმოდა იგივე კორუფციის მიმართულებით ამერიკელი სენატორის ვიკერის გამოსვლაში, რომელიც ტრამპის ახლო გარემოცვის წევრია, როგორც ცნობილია. ქალბატონ ფიგრია, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება სწორედ იმ შთამბეჭდავ სიას ბჭყალებში, ესე ვიტყოდი, რომელიც შესთავაზა ყველას ქართულმა ოცნებამ, ხო, მისი პოლიტიკის შედეგად 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება თვესა და 2 კვირაში 6 მათგანზე განაჩენი დამდგარია, მათ შორის არიან თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. აი რა სიტყვით, რა არის თქვენი შეფასება ამ სურათის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაშია? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. უპირველეს ყოვლისა მე მინდა ონისე ცხადაძეს გამოუცხადო სამძიმარი ცხადაძეების ოჯახს და ეს ტრაგედია არ არის მარტო მათი ოჯახის ტრაგედია, ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. ჩვენ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა გვახსოვს, იგივე მირცხულავას ოჯახთან დაკავშირებით, გიორგი ახობაძის დედის ამბავი და ეს ხელისუფლება გადაიქცა ამ ტიპის ტრაგედიების შემგროვებელ და მომასწავებელ რეჟიმად ყველა თავისუფლების მოყარე ადამიანისათვის. სამწუხარო რეალობაა, რაც თქვენ თქვით, აი ეს სტატისტიკა ბოლო კვირა განსაკუთრებით რაღაცა ერთგვარი პოლიტიკური ვნების კვირა გამოდგა, ხომ, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, რომ ახალი და ახალი პოლიტპატიმრები ჩნდებიან, ახალი და ახალი პოლიტიკური სახელები ემატება და მისჯილი სასჯელები ემატება ამ სიას. რა თქმა უნდა, ეს რეალობაა და ნუ აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ რამდენიმე ათეული სინდისის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი უკვე ზის ციხეში და ისინი ელოდებიან განაჩენს სწორედ იმისათვის, რომ ისინი საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მე ვიცი, რომ თქვენს ეკრანს, თქვენს ტელევიზიას საპატიმროებშიც უყურებენ. მე იმედი მაქვს, რომ უკვე მამუკას და ბადრისაც აქვთ ამის შესაძლებლობა და მინდა რომ მათ მივესალმო კიდევ ერთხელ დაუდასტურო, ასე ვთქვათ, ჩვენი გუნდის სიმყარე და საბრძოლო განწყობა და მივესალმო ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ისეთ რეალობაში ვიმყოფებით, რომ აბსოლუტურად ძალიან ცხადი და მნიშვნელოვანი ხდება, რომ ურთიერთსოლიდარობის, ურთიერთთანადგომის გარეშე ჩვენ ამ ძალიან მძიმე რეჟიმს ვერ დავამარცხებთ. ეს არის ტიპიური რუსული რეჟიმი, ის უკვე შეადარეს ბელორუსულ რეჟიმს. თქვენ ვიკერი ახსენეთ, ბატონი ვიკერი, რომელიც კარგად იცნობს, სხვათა შორის ჩვენი ლიდერები მას რამოდენიმე თვის წინ ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვდნენ. გუშინდელი განცხადება ვიკერისა და ქალბატონი შაჰინისა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ეს ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ იდგმება, არის პირდაპირ ბელორუსული გზის გავლის მაგვარი. ძალიან თუ კი ვინმე პოლიტიკურ პროცესს თვალს ადევნებს, ბუნებრივია, მათთვის ძალიან ცხადი ხდება, ხო? ეს მსგავსება და არა მარტო ეს, ამ ყველაფერი საფუძვლად უდევს და გარნირათაც მოყვება კიდევ ძალიან ბევრი ცვლილება, აკრძალვები, რომლებიც ყოველდღიურად ასევე ჩნდება კანონმდებლობაში, ის იქნება მედიის მიმართულებით, ეს იქნება სოციალური ქსელების მიმართულებით, ეს იქნება სასამართლოების დახურვის მიმართულებით თუ ასე შემდგომ. ერთგვარად ყველანაირი თავისუფალი სივრცის ჩახშობის მცდელობაა ყველა მხრიდან, საკანონმდებლო მხრიდან, ჯარიმების მხრივ, როცა ადამიანებს პრაქტიკულად ახრჩობენ ჯარიმებით და პენსიონერს მიუსაჯეს, დღეს ვიცით ხომ, დააკისრეს 2400 ლარის ჯარიმის გადახდა, მათ გონიათ აი ამ ადამიანებს, რომლებიც გაზულუქებულები, გაქსუებულები აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, რომ ისინი რომ 2400 ლარს არაფრად არ დაგიდევენ და რა ვიცი მე რამდენიმე 1000 ევროიან ტანსაცმელს და აქსესუარებს ყიდულობენ პრაქტიკულად ყოველდღიურად და ამით იწონებენ თავს, გონიათ რომ საქართველოში პენსიონერებს ასეთი მდგომარეობა აქვთ. ერთი წლის შემოსავალი შეიძლება იყოს თითოეული ადამიანის რა ჯარიმებსაც ისინი უწერენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისათვის იბრძვიან. ეს ის სამარცხვინო ხალხია, რომლებმაც პენსიონერებს 35 ლარი მოუმატეს მხოლოდ ეს გაიმეტეს და თავიანთი
თვის ათეულობით 1000 ლარები დაინიშნეს და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება იმას რომ თავი დავანებოთ კორუფციაზე საუბრობდით თქვენ და ასე ტოტალურად კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება მე ჯერ არ მახსოვს. მე მახსოვს რა თქმა უნდა კორუფციული სისტემა ყველა ხელისუფლების პირობებში მახსოვს კორუფციული სქემები, მახსოვს ადამიანები რომლებიც გამოკვეთილად იყვნენ კორუფციაში ჩართულები, მაგრამ ასე ტოტალურად ყველა დონეზე, პარლამენტის დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, სასამართლოს დონეზე, სამწუხაროდ და ადგილობრივ დონეებზე ეს ძალიან ცხადია და საერთოდ ამ ქვეყანაში როგორ არის ჯერ კიდევ ეკონომიკური მინიმალური სტაბილურობა მაინც ესეც კი გასაკვირია. ეხლა რაც შეეხება იმას რომ ბიზნესისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეები იქნება, მე გადაჭარბება და მე მგონი თქვენც დამეთანხმებით და ტელემაყურებელიც დამეთანხმება რომ ბადრის და მამუკას დაკავება მარტო პოლიტიკური საგანგაშო სიგნალი არ არის. ბიზნესისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. როგორი საინვესტიციო სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები ზვიად რატიანის საქმესაც შევეხებით ისევე როგორც მაგ თემას რაც თქვენ ახსენეთ გავყიდეთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ზვიადის საქმე და სახელოვნებო მიმართულება კიდევ ცალკე ძალიან მძიმე მიმართულება არის მთელ ამ რეპრესიების ტალღაში, მაგრამ ბიზნესი რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს ეს არ არის მარტო ქართულ რეალობაში ცნობილი ბიზნესი, ხომ? ეს არის საერთაშორისო დონეზე ცნობილი ბიზნესი, ლონდონის ბირჟაზე გასული და ძალიან, ასე ვთქვათ, ავტორიტეტული და მდგრადი, სტაბილური მთელი ამ ხნის განმავლობაში და რომელ ბიზნესმენს, ბიზნესი ხო ისე არ ჩადებს ინვესტიციას ქვეყანაში, სანამ საინვესტიციო გარემოს არ შეისწავლის, ხომ? რომელ ცნობილ ბიზნესმენს ან ასე ვთქვათ, თუნდაც ძალიან კეთილგანწყობილ საქართველოს მიმართ მოუნდება საქართველოში ინვესტიციის ჩადება, როდესაც დაინახავს, რომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ნაირი ადამიანი დღეს პატიმრობაშია. ვის მოუნდება არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტად არის დასახელებული, ხო? დღეს ნახეთ, პრიორიტეტად დაასახელა დღეს და ვის მოუნდება საქართველოში ბიზნესის ჩადება, რომელიც შეხედავს სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია სამართლიანობისაგან და სამწუხაროდ ტროიკების ფუნქციას ასრულებს და ტროიკაა სხვა არაფერი, მოსამართლე, პროკურორი და ცრუმოწმე. სხვა რეალური, ასე ვთქვათ, სამართალი იქ არ ტრიალებს სასამართლოს კედლებში და ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩვენ რომ რამე ინვესტიციის მოზიდვაზე ვილაპარაკოთ. იმ ვიღაცებს რომ ურიგდებოდნენ სადღაც ქვეყნებში, მათ შორის კობახიძე, ისინიც კი არ ჩადებენ ასეთ სარისკო გარემოში თავიანთ თანხას, იმიტომ რომ თანხას ყველა უფრთხილდება და არავის არ უნდა რომ რაღაცა შავხრელში აღმოჩნდეს ეს ყველაფერი და ისინი დაზარალდნენ და ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, სრულად ვერ უყურე, მაგრამ ინფორმაციებს ვკითხულობდი, როგორი დითირ ამბების ფონზე მიდიოდა დღევანდელი, ასე ვთქვათ, ანგარიშის მოსმენა, ეს უმრავლესობის წარმომადგენლები თქვენც ახსენეთ, რომ ესეთი იდილიური სიტუაცია იყო და მე მახსენდება, როგორ შესტრფოდა ეს ხალხი ძალიან ცოტა წლის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და იგივე კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ მისი დარი არავინ არ არის ქართულ რეალობაში და ბუზი ბევრი ბზუისო თუ რაღაცა ესეთი ანდაზაც შემოგთავაზა, ხო, მაშინ და დღეს ჩვენ ხედავთ გიორგი გახარიას მიმართ მათ რა დამოკიდებულება აქვთ. ასე რომ უნდა იცოდეს კობახიძემაც, რომელსაც აეკიდა მთელი ეს ასე ვთქვათ რეპრესიული დანაშაულებრივი სისტემა და თვითონაც აიკიდა დიდი სიამოვნებით, ხომ? მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ რაღაცნაირად უხდება ეს გამოთქმა ამ მდგომარეობას. მან უნდა იცოდეს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღეს დანაშაულს აწერს ხელს, რომ ისინი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც კი ეს დასჭირდება რეჟიმს, როდესაც დასჭირდება რეჟიმის შემოქმედს. და დღეს ამ რეჟიმის შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი, ის მოქმედებს რუსეთის დავალებებით და ძალიან მძიმე ნაბიჯების გადადგმას მოთხოვს
რეჟიმის ყველა ჭანჭიქს და ეს დანაშაულებები, ეს მძიმე ნაბიჯები დაუშჯელი არ დარჩება. საქართველოს თავისუფლებას ვერავინ ვერ წაართმევს, საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ ვერ წაართმევს. დღეს შეიძლება მათ გონიათ, რომ ძალაუფლებას ფლობენ და კონსოლიდაციას ახდენენ ამ ძალაუფლებისას, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ, მათი შიშის მომასწავებელია. შეუძლებელია ხელისუფლებას არ ეშინოდეს და ყოველდღიურად აპატიმრებდეს ოპოზიციურ ლიდერებს. შეუძლებელია ხელისუფლებას არ ეშინოდეს და ამდენი ახალგაზრდა უდანაშაულო ყავდეს ციხეში გამოკეტილი. შეუძლებელია ხელისუფლებას არ ეშინოდეს და დასდევდეს FP სტატუსებს. შეუძლებელია არ ეშინოდეს ხელისუფლებას და მედიის მოგუდვა უნდოდეს. სასამართლოს დარბაზებში არ უნდოდეს, რომ შეიხედოს მედიამ და შესაბამისად საზოგადოების თვალმა. მე მახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში როგორ შეზღუდეს მედიის შესვლა სასამართლო დარბაზებში და მახსოვს ეს ყველაფერი რატო გაკეთდა, იმიტომ რომ სიმართლის ხმა საზოგადოებას არ გაეგონა და სამართლიანობის მოთხოვნა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო. უსამართლობაზე ყველაზე მეტად რეაგირებს ქართული საზოგადოება და ეს რეაქცია ქართული საზოგადოებისა მათ უსამართლობაზე ძალიან დიდ რისხვად დაუბრუნდებათ. დიდი მადლობა ქალბატონ ფიქრია დაგემშვიდობებით. აი თქვენ ახსენეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში მიიღო დაჩქარებული წესით პარლამენტმა. საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალია სიტყვის და გამოხატვის შესახებ, თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილება, იქ სასამართლოსთან დაკავშირებული თემა და ასე შემდეგ. ამაზე საუბარს გავაგრძელებთ. დავემშვიდობები ფიქრია ჩიხრაძეს, ჩვენმა სტუმარმაც ახსენა დღეს რა ატმოსფერო იყო პარლამენტში კობახიძის მიმართ და მოდი ვნახოთ ეს ფრაგმენტი. იუმორის გარეშე ვერ დავასრულებ თქვენ მოხსენებას დღევანდელს განსაკუთრებით ბოლო ნაწილს და თავიდან ბოლომდე ეგრეთ წოდებულ მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს თუ დილას შუადღეს და საღამოს ვინმე საკანში მოასმენინებს უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს. დიდი მადლობა. ტრიბუნალთან იდგა დახვეწილი